საღამოშვიდობისა ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით თქვენ უყურებთ გადაცემა აქცენტს. დღეს ჩვენ გადაცემაში თქვენთვის ძალიან დიდი სიურპრიზი გვაქვს მომზადებული. პირველად ჩემს გადაცემაში არ არის პირველად ისრაელში, ოღონდ პირველად ჩემს გადაცემაში იმყოფება ჩემი კოლეგა, თქვენთვის საყვარელი მომღერალი ქალბატონი ნინო ჩხეიძე. გამარჯობათ, მოგესალმებით. გამარჯობა ნინო, როგორ ახარ? კარგად, კეთილი იყო ჩემი ფეხი თქვენს გადაცემაში. დიდი მადლობა, ჩვენ პირველად ხარ ჩემს გადაცემაში, ჩვენ ტელევიზიაში არ ახარ პირველად. მინდა მადლობა გადაგიხადო. კეთილი იყო შენი ჩამოსვლა ისრაელში. შენ უკვე ძალიან ხშირად ჩამოდიხარ ჩვენთან. დიდი მადლობა თქვენ ამისთვის. ეს ალბათ დამსახურებულად გაქვს მიღწეული, იმიტომ რომ ისრაელში ძალიან უყვარხარ. არა მარტო ჩვენს მაყურებელს, მთელს ქართველ ებრაელობას. დიდი მადლობა ყველას. ჩვენი გადაცემის ფორმატია ესეთი, დავიწყოთ ნელ-ნელა სად დაიბადა ნინო ჩხეიძე. ეს აინტერესებს ყველას. ნინო ჩხეიძე დაიბადა თბილისში. თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში 1991 წლის 6 ივნისს დაიბადა სოლოლაკში. სოლოლაკში. კი. ანუ ვიყავი გაიზარდა სოლოლაკში. გავიზარდე სოლოლაკში. მღეროდი პატარაობიდან, მამა მღეროდა ანსამბლში. რაღაც თავიანთი ანსამბლი იყო, რაღაცა სიხარული თუ რაღაც იმ პერიოდისთვის. ისეთი გამოჩენილი ის არა, თავიანთი. 70-იან წლებში. ხო. და ძალიან უყვარდა ეს მუსიკა და მეც ესე მასწავლიდა, სულ მამღერებდა, დამაყენებდა, მამღერებდა რაღაც და ეს მამაჩემ ჩამიდო ეს სიმღერის სიყვარული და ძალიან მომწონდა პატარაობიდან სიმღერა. ესე დავიწყე ნელ-ნელა, დავდიოდი ბაღში, მე დავამთავრე მუსიკალური სასწავლებელი, 10 წლები და ეს რაღაცა მომღერლობაზე არასდროს არ მიოცნებია, რომ მომღერალი გამხდარიყო. მუსიკალური 10 წლები რა განხრით დაამთავრე? ფორტეპიანოს განხრით. და რაღაცა ვერც წარმოვიდგენდი, რომ მომღერალი გავხდებოდი, უბრალოდ ძალიან მიყვარდა სიმღერა. და ისეთ სიმღერები მიყვარდა, ოღონდ მღეროდი, რომ თბილისში რატომღაც ყველა მეუბნებოდა, რომ აი არ იმღერო ესეთ სიმღერები, ისეთია, ესეთ სიმღერას არ მღერიან, ესტრადაზე გოიმობა ესეთ სიმღერის სიმღერა და რაღაცას მეუბნებოდნენ. და მე რო გავთხოვდი, მე ჩავაბარე, დავამთავრე სკოლა, რა თქმა უნდა, ჩავაბარე ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, იქაც დავამთავრე მაგისტრატურა. და მე გავთხოვდი. რო გავთხოვდი, ძალიან მე გავაჩინე ბავშვი და ძალიან მომწყინდა სახში ჩდომა. და ჩემი მეუღლის ვთხოვე, რომ ჩამეწერა ერთი სიმღერა ჩემთვის. ისევ იმ ჟანრის, რასაც მღეროდი. ხო, ჩემთვის ჩავწერე, ჩემი გმირი გიწოდე. ეს სიმღერა რო ჩავწერე, მქონდა სახში და ყველა ჩემი გროს მოეწონა ძალიან. და მერჩიეს, რომ წამეღო რადიოში. წავიღე რადიოში ეს სიმღერა და გახდა ერთ-ერთი პოპულარული სიმღერა. ეგ რომელი წელი იყო? ეს ალბათ იყო 2005 წელი. 2005. მოეწონა ძალიან სიმღერა, გახდა მოთხოვნადი და მაშინ მითხრა რადიოს მენეჯერი ვინც იყო, რომ მოდი ჩაწერეო მეორე სიმღერაც, იმიტომ რომ რაღაცო კარგად გამოგდისო ეს სიმღერაო და მოდი მეორე სიმღერაც ჩაწერეო და დედაჩემმა მირჩია ჩამეწერა სიმღერა წაღვერდე თბილისში. ჩავწერე ეს სიმღერას და წავიღე რადიოში და აი ამ სიმღერის მე იყო აი სრული ფურორი, იმიტომ რომ აი მეორე დღესვე გახდა ეს სიმღერა ძალიან. ვინ აიტაცა, რა პუბლიკამ აიტაცა ეს სიმღერა? ხალხმა აიტაცა, ჩვეულებრივმა ხალხმა. ეს ხშირად ამბობენ. უმრავლესობა პრინციპში, ხო, აი ხშირად ამბობენ. არა ისეთებმა, აი იცი რა და ეს ესეცკებმა არა, ჩვეულებრივმა ხალხმა, მაგრამ იცი რა არის, ხშირად ამბობენ, რომ აი შენ გისმენენ ბაზრობაზე, შენ გისმენენ ლიოში, შენ გისმენენ რაღაც ტაქსი, მარშრუტკა, მაგრამ იცი როგორ მეამაყება, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება თვითონ შემსრულებლისთვის, რომ ჩვეულებრივი ადამიანები უსმენენ შენ სიმღერას, იწერენ და თუ მაგი ცხოვრობენ პრინციპში. მაგი ცხოვრობენ, ხო? მე ვფიქრობ, ეს არის. და სვეტსკები რას უსმენენ? აი ეგ მაინტერესებს. საქართველოში? ხო. მხოლოდ ჯაზს. ოღონდ ესე არ ვიცი რა. მაგრამ ჯაზი ხომ სათავეა ყველაფრის. ჯაზი არ არის განსაზღვრული მუსიკა, ხო? არა, მე იცი რა, ეს იყო მე როცა დავიწყე.
იმიტომ რომ მაშინ ესე აქტიურად არ აკეთებდნენ ამ ჟანრს საქართველოში. ეხლა უკვე აღარ ითვლება ესე, იმიტომ რომ ძალიან ბევრმა დღეს უკვე ყველაზე სვეტსკი გადაცემებში იღებ მონაწილეობას და რა მოხდა? ალბათ ის მოხდა, რომ აი ამ ხალხის სიყვარულმა, ხალხის მოთხოვნა ამ ჟანრის მიმართ და თქვა ჩემს მიმართ იმდანად კარგად მიიღო და რეიტინგმა განაპირობა ის, რომ აბსოლუტურად ყველა გადაცემა, აბსოლუტურად ყველა, ფაქტობრივად აღარ არსებობს თქვა რაღაც ბარიერი და რაღაც ისეთი დაბრკოლება ჩემთვის თქვა რაც მქონდა მაშინ. და მაშინ უბრალოდ გადაცემაშიც წარმოუდგენელი იყო ჩემი მიწვევა, იმიტომ რომ ვითომ არ მღეროდი ისეთ რეპერტუარს, როგორც მე მღერა. არ იყო სატელევიზიო ხო, არ იყო სატელევიზიო ფორმატი, ხო. კი, მაგრამ ეს ყველაფერი შენ არ გაგიკეთებია ესე ადვილად. ამ ყველაფერთვის იმუშავე. სწორი ნაბიჯები გადადგი. კი, რა თქმა უნდა. რასაც შოუ ბიზნესის განვითარება, თვითონ ჩამოყალიბება და ამაში ვინ დაგეხმარა? ამის ხო, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ვიშრომე. და რაც იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ის რომ არ დავარდი დუხით და არ მოусმინე ვიღაცების აზრს და არ გავტყდი ასე ვთქვათ. რა თქმა უნდა ჩემი მეუღლე მეხმარებოდა ყველაფერში. ზაზა ხუბუკელაშვილი ვისთან ერთადაც ვაკეთებდი ამ ყველაფერს და სხვათა შორის იყო 3 ადამიანი ჩემს გარშემო ვინც იცი რა იყო არ მაინტერესებდა უცხო ადამიანების აზრი. იმიტომ რომ მეგონა რომ ეს 3 ადამიანი ყველაზე კარგს მირჩევდა. ეს იყო ზაზა ხუბუკელაშვილი, ჩემი მეუღლე და კოტე ნონიკოვი, ვინც აბალანსებდა ამ ყველაფერს, ზაზა არანჟს მიკეთებდა და იდეები რა თქმა უნდა ჩემი იყო. იმდანად ერთგუნდად მუშაობდით და შეკრულად, რომ არ ვიღებდი, დარწმუნებული ვიყავი იმაში, რასაც ვაკეთებდი ჩემ პროდუქტში, ჩემს რეპერტუარში და ყველაზე მთავარი რაც არის ძალიან მინდოდა, რომ ეს გამეკეთებინა და გაამართლა ამ ყველაფერმა. უკვე რამდენი წელი გავიდა? თითქმის 10 წელი. 10 წელი გავიდა, კი. და ეს ბოლო 3-4 წელი შენ უფრო კი, რა თქმა უნდა, რაც უფრო დრო გადის, უფრო და უფრო მოთხოვნადი. ალბათ უფრო ვიხვეწები, უფრო სხვანაირი ვხდები და რეპერტუარიც იცვლება ჩემთან ერთად. ნუ ადრე და პროცენტულად დღეს რამდენი სიმღერა გაქვს შენი, აი შენი ახალი სიმღერა, შენთვის დაწერილი, ჩემთვის შექმნილი მაქვს 20-მდე სიმღერა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მსმენელი შემგან ითხოვს უფრო ქავერს, იმიტომ რომ ნიოჩხეზე უყვართ ისეთი, რომ ღერის ძველ სიმღერებს, რომელიც ყველას უყვარდა, ჩემი შესრულებით ძალიან მოწონთ ესენი და ყოველთვის უფრო პოპულარული ხდება ხოლმე ესეთი სიმღერები და მხიარული. ნუ დღეს უკვე შენ არა მარტო ესეთი სახელ მოხოჭილი მომღერალი ხარ საქართველოში. დღეს შენ და ჩვენი მეუღლე, თქვენი ის კომპანია ფლობთ რამოდენიმე რადიო სადგური გაქვთ, ხო? კი, გვაქვს რადიო დარდიმანდი, აფხაზეთის ხმა და ეხლა გავაკეთეთ ახალი არხი, რომელიც არავინ არ იცის, ჯერ თბილისშიც არ იციან და სპეციალურად თქვენთვის ექსკლუზივი გამოვიდა. კომედი რადიო, რომელიც გავაკეთეთ კომედიის ბიჭებთან ერთად. ახალი რადიო, ეს მესამე რადიო. კი. და დარდიმანდური ეს როგორი სტილია? არ დაიდადო სტილია თუ? არა. დარდიმანდი დარდიმანდს უშუალოდ მე ვაკეთებ და აქ არ არის ეს ანუ ამ რადიოში ვიცი ყველაფერი, ყოველი ამას უნდა თქვა. შეიძლება რაღაც ყველას ეგონოს რომ ეს არ დაიდარდოსნაირია, მაგრამ აქ გადის სხვანაირი მუსიკა, მე რო გავაკეთე, აქ გადის ისეთი სიმღერები, რომელიც არ გადის არ დაიდარდოში. მაგალითად შეუძლია ნებისმიერ მომღერალს შეიძლება გაუშვა ისეთი სიმღერა, ვისაც არ ქონდეს საშუალება, რომ ჩაწეროს ძალიან მაღალი ხარისხის, მაგრამ იყოს ნიჭიერი და მონდომებული და ფანდურზე ნამღერი სიმღერა იყოს, თქვა და რაღაც თბილისში ძალიან პოპულარულია სხვათა შორის ახლა ეს სტილი და მე ვთვლი რომ რადიო დარდიმანდმა საკმაოდ როლი შეასრულა ამაში, იმიტომ რომ წამოვიდნენ ახალგაზრდები, ვისაც ნაკლებ თანხა, აი თქვა ფონოგრამების და რაღაც აიღო ფანდური დაუკრა და იმერა. ფანდური დაუკრას და გახდეს პოპულარული. ესეთი ბევრი მაგალითია, მარიამ ელიაშვილის მაგალითზე, ანა მალაზონია, ჯგუფი ძმები, უამრავი ესეთი პოპულარული ადამიანები არიან საქართველოში ახლა, ვის პოპულარობასაც ხელი შეუწყო რადიო დარდიმანდმა და მე ძალიან ამაყი ვარ ამით.
რა ხდება საქართველოს ფანოხში? ეს მისი გამოგონებულია ფორმატი, რუსთავი არის? ეს მოგონილია, არა. შენი მოგონილია. ეს ჩემი პროექტია, რომელიც მივიტანე კომედი არხზე და ძალიან მიხარია ესეც, რომ ძალიან წარმატებული აღმოჩნდა და მეორე სეზონი გადის ახლა, დაიწყო. და რატომ მოვიგონე ეს საქართველოს ფანოღი? იმიტომ რომ მე ძალიან ბევრი ბარიერი მქონდა, როცა ვიწყებდი ამ ჟანრს და არის სიმღერები, რომელიც არის ტაბუდადებული და კლიშე, თქვა რაღაცა კონკურსებში, რაღაცეებში, თქვა ადამიანი თუ მღერის ფანოხს, ასე ვთქვათ, დუდუქზე, გარმონზე, ფანდურზე. ის აბსოლუტურად დაბლოკილია ყველა პროექტში. ჩვენთან ესეა საქართველოში. და მინდოდა გამეკეთებინა ისეთი პროექტი, სადაც აი ადამიანი, ვისაც ემღერება, მოვიდო და იმღერებდა და თავის ამ სურვილს შეასრულებდა, ნიჭს გამოამჟღავნებდა და ასე შემდეგ და უამრავი ხალხი მოდის და უკვე ყავს. იმენ რატო ხდება ეს საქართველოს ან მუსიკალურ სივრცეში, ან მედია სივრცეში? რატო ხდება ეს, რომ აი, იმიტომ საქართველოში ხა გემოვნება აქვთ, ხო? გასაგებია ქართველებს. მაგრამ რატო ხდება ეს დაკლინება, ეს არ ვიცი, ეს ალბათ რაღაცა წრეების ბრალია საქართველოში, რომელიც რაღაცას წვიტავს, ალბათ ან წვიტავდა და რაღაცა ამბობენ, რომ რაღაც ზოგი აი თუნდაც ბევრი მომღერალი მღერის, თქვა, ხო? აი ჩემი ჟანრის სიმღერას, მაგრამ ამბობს, რომ წერენ ისრაელისთვის, ზოგი ამბობს გამართლებას, საქართველოში თავს იმართლებენ, ზოგი ამბობს, რომ ხუმრობს, ზოგი ამბობს, რომ ერთობა და რაღაცა იმის გავსი კომპლექსები არსებობს რაღაც ამ ჟანრის მიმართ და ნუ მინდოდა ეს საქართველოს ფანოხს რო არ გადაუხვიოთ თემა, ესეთი გამეკეთებინა გადაცემა პროექტი, სადაც კომპლექსების გარეშე იმღერებდნენ ადამიანები, მოვიდოდნენ და გახდება ეს ადამიანი გამარჯვებული და შემდეგ ვარსკვლავი. ხო, აი სიმღერა რო არის, დოლარები ცვიოდა, აი რომელ კონტექსტს ეკუთვნის, აი სად ეგ ფანოღია, მაგრამ არა, ფანოღი როა კი, მაგრამ ეგ სიმღერა რო გამოვიდა წავიდა და პირდაპირ ეხსი, იმიტომ ყველა ტოკ-შოუში იყო. კი, და დღემდე ძალიან პოპულარულია ეგ სიმღერა. ხო, და რატომ? მოწონთ ეს. ჩვენ გადაცემაში არის ასეთი განყოფილება, ბლიცი შეკითხვები და ჩქარა უნდა, მოკლე შეკითხვები ჩქარა უნდა მიპასუხო. მზად ხარ? კი, მზად ვარ. რა გაშინებს ყველაზე მეტად? ცუდად ყოფნა. ეგ როგორ გავიგო? აკვიატებული აზრი, მაგრამ ცუდად ვარ, არ ვიცი. ხანდახან გეკვიატება, ცუდად ხარ და ვითომ ცუდად ხარ, მაგრამ არა ხარ ცუდად იმ პრინციპში. ხო, ნუ არ ვარ, მაგრამ ეს რაღაც მაშინებს. და ეგ არ გაბრაზებს ყველაზე მეტად? ხო, და რომ აბრაზებს უარესია მე, უფრო ცუდად ხდება. იცი ადამიანი აბრაზდება, უფრო ფხიზლდება ხოლმე და შენ? ხო, მე არა, მაშინებს ეს ცუდად ყოფნა. რაზე ნანობ ყველაზე მეტად? ნანობ, არაფერს არ ნანობ, სილფისე ვიცხოვრო, არაფერი არ ვინანო. ანუ რისკზეც წავალ, ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ მინდა ისე ვიცხოვრო, რომ არ ვინანო, ჯერჯერობით არ ნანობ არაფერს. არა, ნანობ, რომ არ გავაჩინე მეორე ბავშვი ეგრევე. ეგრევე? რატო კიდევ დიდი დროა რაც. კი, მაგრამ მაშინ უფრო რაღაცა შანსი მქონდა უფრო. და ამ ყველაფრის შემდეგ რას გააკეთებდი, რაც არ გაგიკეთებია? რას გავაკეთებდი? სოლო კონცერტს და ბენდს და გავაჩენდი შვილებს. შვილებს. კიდე შვილებს? კი. რამდენს? 2-ს. კიდე 2-ს. ხოჭა. რა იყო ყველაზე არარეალური ჭორი შენზე რაც გაგიგია საერთოდ? ჭორი? ხო, ჭორი ბევრია, ყველაზე აქ ჭორი, მაგრამ ესეთი არ არის ჩემზე ჭორები, ესე რომ გითხრა რომ აი არა. უფრო აი ნეგატიური არის ხოლმე ვიღაცა უფრო მლანძღავს. ისაც იშვიათად ვიდრე ჭორი, არა რეალური. არ ამბობენ ეს ჭორს. ჭორები არ არის? არ გამაგიჟო. არა, ჩემზე არა. ვინი მოქმედა ყველაზე მეტად შენ ცხოვრებაში შენზე? კარგად? ხო, ნუ ვინი მოქმედა, აი რა ყველაზე მეტად. ჩემმა მეუღლემ, რა თქმა უნდა. კი. გიორგიმ ძალიან ისეთი. ფაქტობრივად გიორგისთან ერთად დავიწყე ცხოვრება. მანამდე ვიყავი პატარა. მიუხედავად იმისა, რომ არ გავთხოვდი ძალიან ადრე, 21 წლის ვიყავი, მაგრამ რაღაც მანამდე ვიყავი ძალიან პატარა ბავშვი და რაღაცა რო გავთხოვდი, აბსოლუტურად სხვა ცხოვრება დავიწყე და გიორგი იმოქმედა ჩემს. ნუ შენ მეუღლე გიორგი ესეთი
ჩამოყალიბებული ბიზნესმენია და იცის. მაშინ გიორგიც არ იყო ბიზნესმენი, რაღაცა ერთად და დღეს ვიძახი მე რომ ისეთი ჩამოყალიბებული ბიზნესმენია. მაშინ თვითონაც თუ არა გაქვს ადამიანს ამისი აქვია მიდრეკილება, მაშინ ვერ გახდები ხო? ხო, რა თქმა უნდა. მაგრამ ამიტომ სწორი ნაბიჯების გადადგმაში რა თქმა უნდა მაგის დაგეხმარა შე. კი და სულ ერთად ვაკეთებდით ანუ ყველაფერს და შეთანხმებულად და თვლის საერთოდ როდესაც პირადი დაალაგებული გაქვს და როცა ძლიერი გაქვს ოჯახი ალბათ წარმატებაც შეგვიძლია. რაზე გწყდება გული ყველაზე მეტად? გული მწყდება, არ მწყდება, აი ბავშვი არ გავაჩინე მეორე მაგას. როდის იყავი ყველაზე უხერხულ მდგომარეობაში? თუ გაიხსენებ მაგას. უხერხულ მდგომარეობაში. ხო, ესეთი უხერხულ მდგომარეობაში როდესაც ყველაზე. ესე არ ვიცი, მაგრამ აი რომ აქებენ უხერხულ მდგომარეობაში ვარდები. რომ გაქებენ? ხო. და პირიქით უნდა გიხაროდეს, ხო? ხო, რა ვიცი, რაღაცა მწვენია ხოლმე. შენ ახლა გამოუში, მე დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო, გამოუში ახალი ალბომი. ნაკრებია 33 სიმღერაა, თუ არ ვცდები, ხო? და ეს ყველა შენი შემოქმედება, რაც შეიტანე ამ ალბომში, ეს სიმღერებია, რაც ხალხს უყვარს. რაც უყვარს, ეს გამოუში სასაჩუქრეთ თქვენ ანუ უფრო ემიგრანტებისთვის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ალბომი მაქვს გამოშვებული 12 და როდესაც მინდა რომ ადამიანს ვაჩუქო ხოლმე ვერ არ ვიცი რომელი, იმიტომ რომ ზოგი რომელიც სიმღერაც უყვართ, თქვათ ლალები ან წაღვერი არის პირველად. ეს იმაში არის, ამ ამაში არის და იმაში. და გავაკეთე ესეთი ნაკრები, სადაც შესულია ის სიმღერები, რომელიც აი რომელსაც ვხვდება, რომ მეუბნებია, რომ აი ეს სიმღერა მიყვარს, შენი ეს მიყვარს, ეს მიყვარს და გავაკეთე ესეთი ნაკრები. და ჩამოვიტანე ისრაელში საჩუქრად. ჩამოვიტანე საჩუქრად. ძალიან კაი. ამ მაგ ნაკრებში შენი ყველაზე საყვარელი სიმღერა რომელია? ამ ნაკრებში? რა ვიცი, ყველა სიმღერა მიყვარს ერთნაირად მართლა. ყველა ერთნაირად გიყვარს? სად ხედავს თავის თავს ნინო ჩხეიძე 10 წლის შემდეგ? 10 წლის მერე რაღაცა სხვა ქვეყანაში ალბათ უფრო საცხოვრებლად, არა თბილისში. რატო არ ვიცი, მაგრამ რაღაცა ეს ვხედავ უფრო. და იქიდან ივლი თბილისში კონცერტებზე? თბილისში არ არის კონცერტი და მე მგონი მაგრამ იქ ხო იქნება რა. მე მგონი არც წელში არ იქნება? არა მგონი. აი როგორ ახსნი რა მაგ თემაზე მინდოდა მე შენთან საუბარი, აი დღეს მომღერალი, ну შენი რანგის მომღერალი თქვათ ხო? რითი ცხოვრობს საქართველოში? თუ საიდუმლო არის. მე პირადად რადიოები გვაქვს როგორც თქვით და არა მე არ ვიძახი იმ ირგვლივ შემაზე რა ქვია რაღაცა ბიზნეს მიმართულებით და კორპორატიული შემოსავლით ცხოვრობს დღესდღეობით საქართველოში მომღერალი. სხვანაირად შეუძლებელია, იმიტომ რომ არანაირი კონცერტი არ ტარდება. კორპორატიული ეს ოჯახური ისინი ხო რაღაცა? ოღონდ თბილისში არა. აი ისრაელში, მოსკოვში საბერძნეთში ოღონდ ცოტა, ძირითადად მოსკოვი და ისრაელი. საქართველოში არაფერი. არა, საქართველოში არა, იმიტომ რომ იმ კორპორატივის ფასიც დაბალია, რომ უბრალოდ არ არის. თან ის კულტურა არ არის. მისვლაც არ არის, ხო, არ არის ეს, რომ როგორც თქვა თქვენთან არის ესე რომ ეძახიან მომღერლებს და თქვა არის შოუ და კონცერტივით არის თელიანი დაბადების დღე თბილისში არ არის. კი, მაგრამ იქ რომ არის რაღაცა დიდი ქორწილი სადმე რესტორანში, შენ სიმღერებს რესტორნის მომღერლები მღერიან, ხო? კი. რესტორნის და ამაში ეს შედის იმის თანხაში, ხო? ხო, მაგრამ ისინი არ მღერიან ჩემ ფონოგრამაზე და ანუ თავიანთი გაფორმება აქვთ იმათ მუსიკალური და და ესე ვთქვათ ვარსკვლავებს და მომღერლებს არ ეძახიან იქ. ნუ თუ დაგიძახებენ მეგობრულად, რა თქმა უნდა და ისე ორი სიმღერით რომ მიხვიდეთ და წავახვიდეთ. შენ ფიქრობ რომ შუქიც არ ჩანს არსად, ხო? არა და არც იქნება კაი ხანი, იმიტომ რომ ძალიან ხალხსაც უჭირს და შოუ ბიზნეს უნდა ფული, რა თქმა უნდა, ჩადებაც უნდა, იქ მომღერალს უნდა ეცვას, არანჟი გააკეთოს, ბენდი ყავდეს და ნუ ეხა იცი შენ კარგად ეს ამბავი და ნუ ჯეჯობით ისე უჭირს თბილისში ხალხს, რომ შანსი არ არის. ყველაზე კარგი წინადადება რომელიმე გიღია, თუ მიგიღია? წინადადება? ხო, შენ აი შენ შემოქმედებაში, შენს კარიერაში. არ მიფიქრია იცი, რა ვიცი, რა წინადადებას მიმიღია, ალბათ დავთანხმებულ ვარ და მუშაობ და არასდროს არ ვიხებ ხოლმე უკან.
თუმცა წინდება მიმიღია სოლო კონცერტზე თბილისში, რომ ჩამეტარებიან და უკან დავიხიე, იმიტომ რომ არ მინდა ისეთი გავაკეთო, რომ იყოს შედარებით დაბალხარისხიანი. მინდა განსაკუთრებულად მოვემზადო და ვთვლი, რომ რაღაცა დრო ჭირდება და არ მინდა რომ ისეთი კონცერტი. ჩემსავით ფიქრობ მაგაზე რა. ხო. აი მე ძალიან მომეწონა შენი კონცერტი და ვფიქრობ, რომ არ უნდა ჩამოვარდებოდეს შენ კონცერტს არც ერთი მომღერლის კონცერტი ფილარმონიაში როცა აკეთებს, უნდა იყოს იქ ცოცხალი ბენდი, ცოცხალი შესრულება, მოცეკვავეები და ყველაფერი და ნუ აი ფონოგრამებით გაკეთება სოლო კონცერტის ცოტა არ მესახება და მაგაზე მithქვია უარი. სხვა კარგზე დავთახვებული ვარ და ვცავდები ხო. ნუ არა, მაგას მომზადება უნდა რა თქმა უნდა, ხო, მომზადება უნდა და არ არის ადვილი ხო, ორი კონცერტის წელი საათნახევარი. არა, ჩემი კონცერტი უფრო გაგრძელდა. ძალიან კაი იყო სხვადასხვა. ისე ვისი ამოვნეთ, რომ ნუ კარგი ხანია თბილისში ესეთი კონცერტი არ გვინახავს და ყველა მაღვნიშნეთ და ნუ ანუ თვითონ შენ ისეთ ფორმაში იყავი, რომ არ იღლებოდი ყველა ცეკვით დაიღალა მთელი დაბრის და შენ კიდევ მღეროდი და მღეროდი. ხო და არა, მისთვის უნდა მოემზადო მაშინ, ნინო ძალიან კარგი, რომ კი. 2 საათი მაინც ხო და ანუ ამიტომ იმღერო ცოცხლად. სიმართლე გითხრა, არც გეგმავ ჯერჯერობით 1-5 წელი სოლო კონცერტის გაკეთებას, არც მეჩქარება და თუ გავაკეთებ ძალიან კარგს. ნუ რა თქმა უნდა. არა, მე ვიცი მაგას გააკეთებ შენ, იმიტომ რომ ჯერ კიდევ მე თუ ამდენი წელიწადი დამჭირდა. ასეთი რაღაცის გაკეთება, ასე ადვილი არ არის. ნუ თუმცა როცა თან შენი თვითკრიტიკა ცოტა ამაღლებული გაქვს ადამიანს, ვერ რამეს ვერ პატიობ შენ თავს პრინციპში. ხო, რა თქმა უნდა. პირველ შენობა იყო კმაყოფილი. ხო, გინდა რომ იყო ყველაფერი დალაგებული ისე. მე ის წელში უფრო გამიადვილდა პრინციპში კონცერტის გაკეთება საქართველოშიც არ იყო ძალიან ძნელი, მაგრამ იყო ნერვების მოსვლა და ძალიან საპასუხისმგებლო თან საპასუხისმგებლო რა თქმა უნდა თბილისში რო გამოდიხარ ხელ სცენაზე ხო და როგორც თქვათ მსმენელი ძალიან კრიტიკულია საქართველოში მე არ მეგულება სხვაგან ესეთი არ მე სადაც გამოსვლა რა მოსკოვშიც ისრაელშიც აი არ ვიცი უნდა ინატროს ადამიანმა ეს თიმსმენელი როგორც ისრაელში იმიტომ რომ დაიწყებ თორე სიმღერას ყვებიან ცეკვავენ კარგანწყობაზე არიან და საქართველოში გიყურებენ რომ აი არა კონცერტი და რაღაცა დღესასწაულზე სიმღერა ეს სხვადასხვა არა ისედაც ძართულია საქართველოში რთულია კი რთულია ტაში საკრა რთული ხო რთულია ქართულ სვენესო დააკრევინო ტაში ძალიან რთულია. შენ სწავლობ შენ შეცდომებზე? რა თქმა უნდა. არასდროს არ ვარ კმაყოფილი სხვათაშორის და არ ვიცი ეს კარგია თუ ცუდია. ძალიან თვითკრიტიკული ვარ და ყოველთვის ვფიქრობ რომ რაღაცა უკეთესად შემეძლო გამეკეთებინა რაღაცა უნდა დავხვეწო და რა ვიცი ხან ზოგი მომენტი რომ ცუდია ეს მაგრამ მე ვფიქრობ რომ მაინც კარგია იმიტომ რომ თვითკრიტიკა? ხო. თვითკრიტიკა არასდროს არ არის ცუდია. ხო, მე რაღაცა გადამეტებული ვარ. გადამეტებული ხარ? ნუ ემოციური ხარ და იმიდან. ხო. თვისება რომელიც გეხმარება ცხოვრებაში. კაცმოყვარეობა. მიყვარს ადამიანები. ხო, ადამიანები მიყვარს და კონტაქტი მიყვარს ადამიანებთან და რაღაცა ეს მეხმარება ყოველთვის, იმიტომ რომ რაც არ უნდა, თქვა ვიღაც ადამიანზე ამბობენ, რომ ეს არ არის კაი ადამიანი, რაღაცებს სხვა ამბობენ, მაგრამ ჩემთან მიმართებაში ეს ადამიანები არ არიან ცუდები არასდროს, იმიტომ რომ ხო და რატო უნდა აძაგო პრინციპში, ხო? და ალბათ იმიტომ რომ როგორც ექცევი ალბათ ადამიანს, ისე გექცევა შენ და ალბათ მაგიტომ. და მაგას ქვია, რასაც არ გაკადრებ, არ მაკადრო. ხო, აი ეს მეხმარება ყოველთვის. რაზე ვერ იტყვი უარს? უარს ვერ ვიტყოდი. არა, ყველაფერს შემიძლია უარი ვთქვა. ყველაფერს შეგიძლია უარი თქვა? არა, თუ საჭიროა, ხო, ანუ ისე არ არის, რომ ვთქვა, აი ამის გარეშე არა, ალბათ ვიტყოდი უარს. ვიტყოდი უარს, ხო? გააჩნია სიტუაცია. ამას ძალიან დიდი ნებისყოფა ჭირდება პრინციპში. კი, მე ნებისყოფა მაქვს. და ვინ იქნებოდა ნინო ჩხეიძე მომღერალი რომ ყოფილიყო? მსახიობი. ხო? ძალიან მინდოდა ყოფილიყავი მსახიობი, ძალიან. და ჟურნალისტიკაზე რაზე ჩააბარე მაშინ?
აი მოგიყვები რატო ჩავაბარე. მე და იმ პერიოდში მე რო ვაბარებდი, თეატრი იყო ძალიან ცუდ მდგომარეობაში, იქ რაღაც ომი იყო თბილისში, არაფერი არ ხდებოდა და ძალიან უპერსპექტივა იყო ეს პროფესია. წყალი ქონდა შეყენებული თეატრს, ხო, და ნუ შესაბამისად არ ჩავაბარე. და ჟურნალისტიკას ჩავაბარე, იმიტომ რომ მუსიკა რომ მიყვარდა, მინდოდა გავხდარიყავი მუსიკალური ჟურნალისტი. ანუ აი კონცერტებზე მევლო, გამეშუქებინა კონცერტები რაღაც და ჩავაბარე ჟურნალისტიკას. ნუ შემთხვევით მოვხდი ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, სიმღერის სიყვარულით და დავრჩი ესე. და ბოლო მოხდა ისე რომ მოხდა სიმღერა, ხო. და შენგან იღებენ ინტერვიუებს. ხო. მეგრეა ცხოვრება, ხო, საინტერესო. კი, მაგრამ მსახიობი ძალიან მიყვარს თეატრის სცენა, ძალიან მიყვარს. სუნიც მიყვარს იქაო. თეატრის სცენის სუნი? ხო, რაღაცა სხვა. მტვერის სუნია პრინციპში. მაგრამ შენ შეგიძლია კიდევ გააქვს შენ ახალგაზრდა გოგო ხარ ჯერ. გააქვს კიდე დრო რომ თეატრშიც ითამაშო. არ გიფიქრია მაგას? არ მიფიქრი, რაღაცა ხელი მაქვს ჩაქნეული და. თეატრზე? თუმცა კინოში შეიძლება და მქონდა რამდენიმე შემოთავაზება და ნუ შეიძლება საომალოდ კინოში უფრო რაღაცა სინჯო ჩემი ძალები ვიდრე თეატრში რაღაცა. ნუ პრინციპში კინო უფრო იოლია თეატრზე. ხო. მაგიტო. და კიდევ რა გეგმები გაქვს? გეგმები ბევრი მაქვს. მუშაობ რა თქმა უნდა სიმღერებზე, ოღონდ ცოტა იცი რა არის, სუცილობ რომ ახალ-ახალი ჟღერადობა ქონდეს ჩემს სიმღერებს. ახლა ვაკეთებ ძალიან საინტერესო პროექტს, რომელიც სხვა ჟღერადობის იქნება ეს ჩემი სიმღერები და პლუს ამას მე ვწერ სიმღერებს და მინდა რომ ეს პროექტად ვაკეთებ ჩემი დაწერილი სიმღერები ესეთი და რაღაცა სიურპრიზივით იქნება. შენ წერ სიმღერებს? ხო, კი წერ. მე მაქვს რამდენიმე რამდენიმე სიმღერა არის ჩემი დაწერილი, რომელიც იცის მსმენელმა, მაგრამ ნუ არ მithქვამს, რომ ეს ჩემი დაწერილია თუ რაღაც. რატო? რა ვიცი, რაღაცა, მინდა რომ რაღაცა პროექტად შემოგთავაზო. შეფუთო და ერთად მოაწოდო, ხო, მაყურებელს? კი. ეგეც საინტერესოა. აი ერთი კლიპი მაქვს, შემიძლია მოგაწოდოთ, და რა არის, რა ქვია, შეიძლება გააქვთ. ეს კლიპიც თქვენ არხზე. ვიცი გიყვარ მე ასე მჯერა. მოგაწოდეთ დიდი სიამოვნებით გავუშვებ ჩვენ. ჩემი დაწერილი ეს სიმღერაც და აი ამ პროექტს ვაკეთებ კიდე ჩემი სიმღერების და მინდა რომ გავაკეთო პატარა კონცერტი სალონური, არა ფილარმონიაში, სალონური საფხულისთვის გავაკეთო, სადაც ვიმღერებ ჩემ დაწერილი სიმღერებს და იქნება მინიმალური ორკესტრით გაკეთებული. ძალიან კარგი. ეგ ზაფხულისთვის აპირებდა. კი. რა თქმა უნდა, დაგპატიჟებთ. დიდი მადლობა, დიდი მადლობა. ისრაელზე რა სიტყვოდე? ისრაელი, იცი რა არის? ისრაელი აი მიყვარს ძალიან ის არის რაღაცნაირად კიდე ცოტა იქნება ნათქვა, იმიტომ რომ ისრაელი არის რომელმაც ძალიან გამიხანგძლივა და სტიმული მომცა ჩემს კარიერაში. შეიძლება არც გამეგზელებინა იცი სიმღერა, ერთი სამი. ეს პირადად ქართულმა ებრაელებმა. ხო. და რა თქმა უნდა, ანუ აქ რო არ დავდიოდე და აქ-აქ რო არ ვიღებდი ამდენ სითბოს და სიყვარულს, თბილისში ჯერჯერობით არც ხდება არაფერი. შესაბამისად ამ ახალ სიმღერებსაც არ იცი სად უნდა იმღერო, იმიტომ რომ კაი წერ სიმღერებს გასაგებია და ხომ და გამოიტანო სადღაც და ვინმე შეგაფასოს. და არ ვიცი, ისრაელი ალბათ აი მეორე რაღაცა სახლივით გამიხდა ამ პერიოდში, იმიტომ რომ ეს არის ადგილი, რაც აი მასულ დგმულებს, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ როგორც შემოქმედებითად ვარ განხორციელებული და მოქმედი, ეს არის ისრაელის დამსახურება და ქართველი ებრაელების, რა თქმა უნდა, დღეს და დიდი მადლობა სულ ყველას თქვენ ამისთვის. ასე უყარხათ ნინო ჩხეიძეს ქართველი ებრაელები, ხო ხედავთ? არა, ჩვენ რა თქმა უნდა ამ ყველაფერს ესე უცბად ეს ყველაფერი არ მოხდარა, ამას დრო დაჭირდა. კი, რა თქმა უნდა, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ შენ ძალიან სწორი ნაბიჯები გადადგი იქით, რომ უფრო შეაყვარე თავი მსმენელს და ის მოაწოდე რაც ახსოვდა იმას წამოსვლის წინ ის პერიოდის სიმღერები ის ვიცი ფანოღური და არქვი თუ რაც არ გინდა და არქვი არის სიმღერები რომლებიც არ კვდება საერთოდ. მე ვფიქრობ ეს არის ქალაქური სიმღერები. ქალაქური სიმღერებია ხო და უფრო ხალხურებიც არის იმაში მაგ სიმღერებში. ერთმანეთთან. და რა თქმა უნდა, ჩვენ ჩამოსვლის პირველივე დღეს იერუსალიმში მიდიხარ ხოლმე.
კი, გუშინაც ვიყავი და რა არის ნიშნავს შენთვის ეს ქალაქი? ვაი მე ეს არის არ ვიცი. იცით რაც უფრო მეტჯერ მივდივარ, უფრო და უფრო დამოკიდებული ვხდები. იცი რაღაცა რო არ წავიდე, მგონია რომ აი რაღაცას აშავებ. თავდებ, აშავებ და იმდენად მგონია რომ რაღაცნაირად დაბინძურებული ჩამოდივარ, რომ აი იქ რომ მოვილოცებ და მთელი დღე ვიქნები, ვარ აბსოლუტურად გასუფთავებული ახალი ენერგიით, ახალი შემართებით და ნუ აი არ ვიცი, გუშინ საოცარი დღე გავატარეთ. ძალიან მიყვარს ძალიან. ესე იგი ნინო ჩხეიძემ მოგიყვა თავისი მომავალი გეგმები. და მე მინდა გისურვო რომ ხშირად ჩამოსულიყავი შენ ჩვენთან ისრაელში. ჩვენი მსმენელი, ჩვენი მაყურებელი გაგეხარებინოს, როგორც ახარებ. მე მინდა დიდი მადლობა გადაგიხადო, გისურვო წარმატება. დიდი მადლობა თქვენ, პირადად შენ მორის, იმიტომ რომ აი პირველივე დღიდან მახსოვს როგორ გვერდში მეძექ, იმიტომ რომ ეს ჩემთვის იმდენად წარმოუდგენელი იყო, იმიტომ რომ თბილისში არ იყო ადამიანების, აი რომ გაიგებდნენ რაღაცა, ყველა ცდილობდა რომ რაღაცა ისე არ შეეწყოთ ხელი და მე მახსოვს აი ახლა დღეს ვიხსენებდით, როდის ვიყავი ამ ტელევიზიაში 6-7 წლის წინ და როგორ აი რო ჩამოვდივარ, იმდენად იმედი მაქვს ყოველთვის შენთვის, რომ აი შენი რომ არ ვიცი, ძალიან დიდი მადლობა, მართლა დიდი მადლობა. არა, ნუ ჩვენ მე მოხარული ვარ რომ არა მარტო მე პირადად ჩემო ტელევიზიამ პოპულარობა გაგიწია შენ ისრაელში. კი. ამან დაგეხმარა, რატო არა? იმიტომ რომ ამისთვის ვარსებობთ, ამისთვის ვართ ერთმანეთს გვერდში ვედგეთ და რა ვიცი, არასხვებივით ვიღაცას რაღაცამ მოკბიჩოს და არა მარტო ტელევიზიაში, მე ერთ საიდუმლოს გავამხელ. რომ მუშაობთ კორპორატივზე, რომ გავიგებ რომ მორისია, всё, ну იმ დღეს არაფრის აღარ მეშინია, იმიტომ რომ მგონია რომ პატრონი მყავს. პატრონი გაქვს. აი გენეცველი. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო, გისურვო წარმატება. დიდი მადლობა შენ. და შენს ლამაზ ოჯახთან ერთად და როგორც შეგვპირდი, ბევრი შვილები უნდა გავაჩინო, ხო? კი, აუცილებლად. და ბევრი სიმღერა უნდა იმღერო. კიდე ორი. აი სიგნალია შენი მეუღლისთვის, უნდა მოემზადოს ახლა. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ჩემონინო, ჩვენთან იყო გადაცემაში ქალბატონი ნინო ჩხეიძე. თქვენ კი მომავალ შაბათამდე დაგემშვიდობებით.